მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და სოლიდარობის სტუდიაში ანალიტიკის დროა. მე გახლავართ თენგო ომანიძე. გარდა ამისა, დღევანდელ გადაცემაში მერაბი ჭიქაშვილი ჩაგვერთვება გერმანიიდან, ვინაიდან ის არ იმყოფება თბილისში და ჩვენი სტუმარი დღეს იქნება გადაცემის სტუმარი. ცოტნე მარღია ჩვენი მეგობარი სოციალისტური პლატფორმის წევრი. მე პირველ რიგში მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ გააზიაროთ ვიდეო, მაქსიმალურად მოიწონეთ გვერდი, გააზიარეთ YouTube-ზე, გააქტიურეთ სარიზღილაკი, ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენი აუდიტორიის გაზრდაში და იმედი გვაქვს, რომ იქნება ჩვენი ერთგული მაყურებელი ამ პროცესებში ჩართული ბუნებრივია. დღეს მოგესალმებით ცოტნე პირველ რიგში და დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დღევანდელი დროის დათმობისთვის. რამდენიმე საკითხი არის, რასაც გვინდა რომ დღევანდელი დღე მიუძღვნათ და პირველ რიგში ხა წინა კვირის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ სოფლიოში, ყოველ შემთხვევაში სოფლიო მედიაში. თუ არ ჩავთვლით ახლა უშუალოდ გეოპოლიტიკურ მოვლენებს, როგორიც იყო პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაწყებული ეს დაპირისპირება და ამ თემებსაც შევეხოთ, მაგრამ აი მოლოდინი რისიც არსებობდა, ეს იყო 9 მაისის დღესასწაული, 80 წლის იუბილე დიდი გამარჯვებიდან და აღნიშნა ამ ყველაფრის მოსკოვში. იყო არაერთგვაროვანი მოლოდინები, სხვათა შორის აი ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში იყო საერთოდ საგიჟეთი იყო, ეხლა ამ TV პირველებზე და ფორმულებზე და ამ ლიბერალურ არხებზე იქმნებოდა წინასწარ მოლოდინი, რომ აი კიევი რაღაცას იზავს და იქ ჩაშლის 9 მაისს და განსაკუთრებით ეშინია პუტინს წელს აღნიშნოს ეს დღესასწაული და ასეთი შეფასებები იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ სრულიად განსხვავებული სურათი, ხო? რუსეთის დედაქალაქში ჩასული მსოფლიო ლიდერები ძალიან პომპეზურად აღინიშნა ეს დღე და თავისი ტექნიკური დადგმით, ასე ვთქვათ, სცენით, მონტაჟით იყო, არ ვიცი, უმაღლეს დონეზე ეს ყველაფერი შესრულებული, მაგრამ რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, დასავლურ პრესაში ამ დღემ დაიმსახურა ისეთი ცოტა არ იყოს მათი მხრიდან შეშფოთებული კომენტარები, რომ ეს იყო პუტინის გამარჯვება. ეს დღე იმდენად კარგად წარმოჩინდა, ასე ვთქვათ, რუსეთის დედაქალაქი ამ დღეს სოფლიო არენაზე. აი საინტერესოა როგორი მოსაზრებები გექნება შენ. და შემდეგ ვიდეოსაც ვნახავთ ჩვენ ამისას, უბრალოდ აი მანამდე მოვისმინოთ პოზიცია. კი ბატონო, მოგესალმებით, თენგო მივესალმები მერაბს გერმანიიდან, ჩვენს მაყურებელს. ხო, ეს წარმოდგენები და სურვილები უფრო, რომელსაც როგორც ჩვენს ლიბერალებს უკვე არაერთი წელია ჩვევიათ, რომ საკუთარ სურვილებს და ოცნებებს რეალობად წარმოაჩენენ ხოლმე და მე თვითონ მეუხარიათ იმის რაც სინამდვილეში არარეალურია, მაგრამ რეალობად აქცევენ ხოლმე და ახლობით ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ზელენსკის და უკრაინას ჯერ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ 9 მაისის აი გამარჯვების დღის მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დროს წითელი მოედანი და კრემლი დაებომბა, ეს ერთი, რომ ამის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდათ, ამის ჯეროდა და მეორე ის, რომ ჰქონოდათ გაბედავდა ზელენსკი და წითელ მოედანს დაბომბავდა, მაშინ როდესაც წითელ მოედანზე იდგნენ იქ, რა ვიცი, პუტინი, სინძინპინი, ინდოეთის საგარეო საქმეთა თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელი და არაერთი სხვა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ლიდერები. ხო, ანუ ეს ხო წარმოუდგენელი მთელი მსოფლიოს სხვა შორის მოდი ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ ზუსტად ეს კონტექსტი არის, აქ საინტერესო ხა 9 მაისი აღინიშნება ხო უკვე ამდენი წელია, მაგრამ აი წლევანდელ კონტექსტს რატო ქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო გარდა დასავლური სამყაროსი იყო მსოფლიო ლიდერები იყვნენ მოსკოვში ჩასული და თვითონ დასავლური სამყაროდანაც ფიცოს და უჩიჩის სტუმრობაც ჰქონდა ჩემი აზრით უდიდესი კი, ზუსტად იმიტომ იყო, რომ საჰაერო სივრცეები დაუკეტეს სხვადასხვა ქვეყნებად და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ იმისთვის, რომ ეს ორი ქვეყნის ორი პრეზიდენტი მოხვედრილიყო 9 მაისს მოსკოვში, მაგრამ მათ ეს ზუსტად იმიტომ, რომ ეს იყო პრინციპული მნიშვნელობის მქონე, როგორც შენ აღნიშნე, ზუსტად ამიტომ რაღაცა ერთ-ერთმა მათგანმა ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებით ჩააღწია, ასე ვთქვათ, მოსკოვამდე და ხო, ეს რაღაცა ეს გამოწვევა მათ ესე ვიტყვი და ჩვენ ესე უნდა შევხედოთ ამათგან განსხვავებით, რომ რუსეთის გამოწვევა არ იყო არა ის, რომ მას, რა ვიცი, აი ხა ტანკები აღარ ყავდა, ტანკებს ვერ გამოიყვანდა ან საჰაერო თავდაცვას ვერ უზრუნველყოფდა იქ, რომ ვინმესა ვერ გაიბედა რაიმე
დაუშვათ პროვოკაციის მოწყობა იყო, ანუ რუსეთისთვის თავარი გამოწვევა იყო და მთელი მსოფლიოსთვის რუსეთს უნდა დაინახებინა, რომ ის მითი, რომელიც არსებობდა თელს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, ბოლოს საქართველოში განსაკუთრებულად გამძაფრებულად წარმოაჩენდნენ ამას, რომ რუსეთი არის აბსოლუტურ იზოლაციაში, პუტინს არავინ არ ელაპარაკება, სადმე თუ ჩაფრინა ხო, აი ჩვენ ხო გვახსოვს, აი მონღოლეთში თუ პუტინი ჩაფრინდა, ხო გვახსოვს ეგ, რომ აი მონღოლეთში თუ პუტინი ჩაფრინდება, მას დაიჭერა, იმიტომ რომ ჰააგის სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ პუტინი უნდა დაიჭირა. მაშინ პუტინი ჩაფრინდა, ეგ არავინ არ დაიჭირა და ეხლა 9 მაისს მონღოლეთის წავა პრეზიდენტი ესწრებოდა აღლუმს, მაგრამ აი ამ მითებისგან რომ თითქოს პუტინი რუსეთს ვერ დატოვებდა, რუსეთში არავინ არ ჩადიოდა და მთელი მსოფლიო გაებუტა, ასე ვთქვათ, პუტინს, აი ეს მითები უნდა დაემსხვრია და რა ვიცი, ხო, ვიდეოში თუ ნახავთ ალბათ, როგორც ვიცი და ისედაც ფაქტია უკვე, რომ ეს მითები აი ამ 9 მაისს გამარჯვება, იმიტომ არის რუსეთის როგორც დასავლური მედია ამას ავრცელებს ჩემი შეფასებით, რომ მათ სწორედ ეს მოახერხეს, აი ეს საინფორმაციო ომი, რაც რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ხო, ფრონტის ხაზზე ისედაც ვიცით რა ვითარება და იქ რუსეთი ომს იგებს, ეს გასაგებია და არავის არ უკვირს ალბათ, რა ვიცი, ნინო ლომჯარიასა და აი ამ ხო, ეკა კვესიტაძის გარდა გულწრფელად რო ჯერა დღემდე რომ კი, ხო, ამათ გარდა არავის არ ჯერა რომ უკრაინა უგებს ფრონტის ხაზზე რუსეთს ომს, მაგრამ 9 მაისს აი ამ შეკრებით, დიდი შეკრებით მოხდა ის, რომ გარდა ფრონტის ხაზისა რუსეთმა მოახერხა რაღაცა და არა მარტო უკრაინის, არამედ მთლიანად აი ამ დასავლური რაღაცა კოლექტიური დასავლეთის დამარცხება დიდ საინფორმაციო ომში, რომელსაც მთელი სოფლიო უყურებდა, თვალს ადევნებდა და იქაც კი უკვე დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი გამარჯვებულია და ხო, აი ეს მე ამას კიდევ რა გვაძლევს ამის ხმის საშუალებას, ჩვენ შეგვიძლია მე გადაცემის მსვლელობისას გავიხსენოთ ასევე რა მოყვა მე აი ამ აღლუმის შემდეგ, აი ამ შეხვედრების შემდეგ პუტინის განცხადება და ასე შემდეგ და ასე. მოდი ვიდეო ნახოთ პირველ რიგში, სხვა შორის ეს ვიდეო ინტერნეტში შეხვდა და ძირითადი მომენტები როგორც აღლუმის, ახლა ჩვენი მიზანი არ არის აქ მაინდა-მაინც რო უშუალოდ აი სამხედრო აღლუმის მით უმეტეს ჩვენს ეთერში საკმაოდ მოცულობითად ამაზე გადაიცა ინფორმაცია, უბრალოდ აი ძირითადი ჰაილაითები როგორც ამბობენ ხოლმე, ანუ ყველაზე უფრო ისეთი ეპიკური მომენტები, შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო, შემდეგ უკვე გერმანიიდანაც გვექნება მერაბის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა. Я желаю, чтобы вы всегда отмечали победу, господин президент. Спасибо. დიახ, ეს იყო მცირე, ასე ვთქვათ, ფრაგმენტები 2025 წლის 9 მაისის ღონისძიებიდან მოსკოვში. მერაბი თუ ყავს ხაზზე, საინტერესო იქნება მოვისმინოთ მისი პოზიციაც, ის ახლა ვინაიდან არ იმყოფება საქართველოში, ალბათ იქიდან კიდევ შეიძლება ბევრი ისეთი დეტალი ჩანდეს, რაც ჩვენთვის შეიძლება აქედან შეუმჩნეველი იყოს. მერაბ, მოგესალმები. მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ საუბრობდით 9 მაისის ღონისძიებაზე
დავიწყეთ მოსკოვში გამართული ღონისძიებით ბუნებრივია მიმოხილვა ამ საკითხის, რა როლი, რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს და ჩვენი მოსაზრება არის ესეთი, რომ წლევანდელი 19 კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის კონკრეტულად, რადგან მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავარი საკითხი ეს არის რუსეთის იზოლაცია, ხო, დანარჩენი სამყაროდან. გასაგებია, რომ ეს ეხა თავიდან ბევრად უფრო ძლიერი გამოწვევა იყო შეიძლება რუსეთისთვის, ეხა ხდება ბევრად უფრო სუსტად არის ეხა ეს იზოლაციის თემა წარმოდგენილი მათ შორის პროპაგანდაშიც, დასავლურ პროპაგანდაშიც, მაგრამ ეს არის მაინც გამოწვევა, რაც უნდა დაძლიოს და რაც უნდა დაეძლია, ასე ვთქვათ, მოსკოვს. როგორ ფიქრობ, ეს ღონისძიება, რაც გაიმართა, რამდენად მოემსახურა მიზანს და რამდენად შეძლო რუსეთის ხელმძღვანელობამ წარმოჩენილიყო როგორც არა იზოლირებული ქვეყანა, რომელიც izgoi არის დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ როგორც ერთ-ერთი ცენტრი, ძალის ცენტრი, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები. კი ბატონო, მოგესალმებით. თენგო ცოტნე, მივესალმები სრულიად საქართველოს და პირველ რიგში გილოცავთ ანდრია პირველ წოდებას. ასევე ულოცავთ საქართველოს. სულსუგებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და ასევე საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს ულოცავ, მათ შორის ახამეს გერმანიაში მყოფები და ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს აქ და მინდა ყველას მიულოცო. ყველა საქართველოს მოქალაქეს მიულოცო. იცი რა არის, თენგო პირდაპირ დავიწყოთ ახლა, ჩვენ ახლა მაინც სტუმარი არ გამოდივარ, მაგრამ მაინც მოდი ჩვენც რო ერთმანეთშიც რომ მიმოვიხილოთ, ჩვენ გავცვალოთ ჩვენი აზრები. რაც ჩვენ ბოლო კითხვა დამისვი, ბოლოდან დავიწყებ. ამან მიზანს მიაღწია. ანუ რაც იდო იმაში, რაც 9 მაისის სიმბოლოში, გარდა იმისა, რომ აღნიშნა იყო, მიზანს მიაღწია. როდის მე მოვლენებს არ ვასწრებ, ვიცი რომ ამ თემას დაუბრუნდებით, მაგრამ მიზანს რო არ მიაღწია, მაშინ არ იქნებოდა უკვე თავარი მოვლენა გაგებული ჩვენთვის, რომ პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან ერთმანეთს თურქეთში. ალბათ რაღაცეები ჩვენ ახლა მოდი, იცით რა არის, მოსახლეობის უმრავლესობა, განსაკუთრებით ეს ლიბერალური საზოგადოება, რომელიც მანდარი რაღაცა ნიშნის მოგებით აშუქებენ ხოლმე თავიანთ რაღაცა, მაგალითად ზელენსკისთან თუ ვინმე ჩავიდა, ნახეთ ისა, აქეთ მხარესაც ნამეტანი წოდავენ ხოლმე ხანდახან, რომ ახლა მაგალითად დაინახავენ რაღაცა და გინდა თუ არა ახლა ნახე რას უზავს და ეს 9 მაისი იქნება გადამწყვეტი და მაინც დაბომბავს. სრულიად სხვა რაღაცა მოხდა და ჩვენ პირველი დღიდან ამის მომხრე ვართ, მშვიდობის და რა თქმა უნდა ამ ერთ შორის და ამ ორ ერთ შორის და მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. შედეგი რომ არ ყოფილიყო, ამ ძალის დემონსტრირებას 9 მაისის ამ ძალიან დიდ ღონისძიებას შედეგი მოყვა მყისვე, იმიტომ რომ ვიცით რომ უკვე დაანონსებულია შეხვედრა ეს არ უარყო არც რუსეთის ფედერაციამ და ბუნებრივია არც ზელენსკიმ და ვიცით რომ შეხვედრა მზადდება. ანუ მე მაინც მგონია რომ კარგი იქნება, ეს არის რეალური, ანუ მე როგორც ვიცი და თქვენს გაქვთ ინფორმაცია და თქვენგანაც ვიცი რომ ამას არ უარყოფს რუსეთის მხარე, რომ დიახ სტამბულში და ერდოღანმაც თქვა, რომ მზად არის, ზელენსკიმაც აღიარა და პუტინმაც თქვა, რომ დიახ ისინი შეხვდებიან. ზუსტად ეს დღე იყო ალბათ რაღაცა მანიშნებელი ორივე მხარესთვის, იმიტომ რომ ძალის დემონსტრირება იყო, როგორც აქეთ აღლუმი, რომელიც ნახეთ, ხო როგორი აღლუმი იყო და რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა და ასე შემდეგ და ისიც რაოდენ ეფექტური იყო თუ არ იყო ის რომ ჩავიდნენ მატარებლით მაკრონი, რა ქვია, გერმანიის კანცლერი, ახალი კანცლერი და რამოდენიმე წარმომადგენელი, იმასაც თავისი ეფექტი ჰქონდა. ჩვენ თუ მოდი რაციონალურად და ასევე რა თქმა უნდა რაციონალურად ისე ვჟელობთ ღვთისმადლი და მადლობა თქვენ და გვაქვს ამის საშუალება, მაგრამ რეალისტები ვიყოთ. ეფექტი ჰქონდა როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. მე მგონია რომ მე რო კითხვა დავსვა ასე რომ ჩვენ რო პოლიტიკოსებს დავსვათ კითხვა ან და თქვათ ერთმანეთში ან დაიცოტნეს რომ კითხოთ მაგალითად იქნებდა ამას ელოდებოდა 9 მაისი აღლუმი ისეთი როგორი ჩატარდა იქ და ის შეხვედრა როგორი ჩატარდა იქ ზელენსკისთან იქნებდა ამის მოლოდინი იყო რომ პუტინისგან ჩვენ პირველად გვესმის ხო ფაქტიურად ასეთი ღია ნაბიჯი გადადგმული ნაბიჯი და ის რომ ის მზად არის დაელაპარაკოს ზელენსკის შეხვდეს ზელენსკის მშვიდობის უზრუნველსაყოფლად ხო არ მეშლება რამე ხო ასე ითქვა ასე ითქვა მაგრამ მოდი აბა ჯერ ეგ თემა გავაგრძელოთ ცოტნე საინტერესო იქნება ჯერ მოდი პირველ რიგში მაყურებელს უთხრათ რაზე არის საუბარი პუტინმა 9 მაისის ღონისძიების შემდეგ გამოაცხადა რომ ის მზად არის
დაიწყოს დიალოგი უკრაინულ მხარესთან მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ამას მოყვა შემდეგ ტრამპის გამოხმაურება, რომ არ იქას ასწრაფოდ უკრაინა უნდა დათანხმდეს ამ ყველაფერს. შემდეგ იყო უკვე ზელენსკის განცხადება, რომ ის მზად არის ხუთშაბათს შეხვდეს სტამბოლში ვლადიმერ პუტინს პირადად. და ერდოღანის განცხადება, რომ ის მზად არის უმასპინძლოს ამ ღონისძიებას. ეხლა აკლია აი მოზაიკას ბოლო ნაწილი, სადაც უკვე რუსეთი ოფიციალურად დაადასტურებს ამ მზაობას, მაგრამ აი მე რა მათქვა, რომ პირველად გვისმენთო პუტინისგან ასეთ ღია განცხადებას. არის ეს ნამდვილად პირველი განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ წარსულში მოგვისმენია, რომ რუსეთი მზად არის კაც დიალოგისთვის. პრობლემას ვერ ხედავს. აი რა იყო ამ განცხადებაში განსაკუთრებული და რატომ შეირჩა ეს დღე, ეს არის საინტერესო. კი ბატონო, პირველში კიდევ ერთხელ მივესალმები მერაბს. საინტერესო დეტალები იქნა გამოყოფილი თქვენი მხრიდან, ისიც რომ თუნდაც რომ ეხლა რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად დიალოგისთვის აი ამ ომის შესაჩერებლად, ის რომ საერთოდ ეს კონფლიქტი დაიწყო არის უკრაინის ბრალი, იმიტომ რომ მან დაარღვია მინსკის ხელშეკრულებებით, სტამბოლის ხელშეკრულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენად გამოვა ეს ყველაფერი, უყურეთ, პუტინის განცხადება არ ეხებოდა ზელენსკის. ეს შეგვიძლია ვთქვათ, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელმაც პირდაპირ დაასახელა, რომ ის პუტინს დაელოდებოდა. აქამდე ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია ის იყო, რომ ზელენსკი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი უკრაინის, იმიტომ რომ მას ყველანაირი ვადა გასული, შესაბამისად იქ უნდა ჩატარებულიყო ახალი არჩევნები, უნდა აერჩიათ ახალი პრეზიდენტი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი იმ ახალარჩეულ ლიდერთან უკრაინის მოლაპარაკებების წარმოება. ეხლა რამდენად შეიცვლება ეს პოზიცია, ხომ? და აი ზელენსკის აი ამ შეთავაზებას პრინციპში დასავლური მედიაც ასე ნათლავს, რომ პრინციპში ზელენსკიმ ინიციატივა აიღო საკუთარ თავზე, ანუ აი ამ მოლაპარაკებებში თითქოს ხო ორივე აი ტრამპის პრეტენზია რა იყო, როგორც პუტინის ასევე ზელენსკის მიმართ. თქვენ თითქოს ორივე მზად ხართ მშვიდობისთვის, მაგრამ ნაბიჯს არც ერთი არ დგამთ, ხო? რეალურად მშვიდობისთვის აი ამ ნაბიჯს. თითქოს პირველი ნაბიჯი პუტინმა გადადგა იმით, რომ თქვა, რომ ის ერდოღანს გაესაუბრება, სტამბოლს აირჩევს ადგილად, სადაც შეხვდებიან უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები, მაგრამ ვინ იქნებიან ეს წარმომადგენლები? ეს იქნება უბაღლესი დონე, თვითონ პუტინი მიიღებს აი ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას თუ არა? ეს უკვე იყო ტექნიკური საკითხი, რომელსაც პუტინს არანაირი დეტალზე მინიშნება არ გაუკეთებია. ამაზე მიმექცია მეც ყურადღება და მოდი ბარემ აქვე ეგ დავაზუსტოთ. აი ზელენსკის მხრიდან შემდეგ არის ამოცდენა, რომ პირადად ჩავალ და პუტინი პირადად ჩამოვიდეს. ზუსტად აი ეს ხო არ არის საბოტაჟი პროცესი. ხო და აი უყურე ისე თქვა მინდა, უყურე აი ეს ზუსტად აი დასავლურ მედიაში ეს იქნა აღქმული ზუსტად ესე, რომ ზელენსკიმ აიღო ინიციატივა და ზელენსკიმ პუტინის იმის გაცხადებით, რომ ის თვითონ პირადად პუტინს დაელოდება იქ, ის ახდენს ზეწოლას პუტინზე, რომ აიძულოს პუტინი, რომ ჩავიდეს, რა ქვია, სტამბოლში და უშუალოდ ზელენსკის ელაპარაკოს, მაგრამ აი რაც თავიდან თქვი, რომ აი რუსეთის პოზიცია ხო აქამდე არ იყო ესეთი, რუსეთს ჰქონდა პოზიცია აქამდე, რომ ზელენსკი არ არის ლეგიტიმური ხელმძღვანელი უკრაინის და მასთან მოლაპარაკებები უბრალოდ ვერ ჩატარდება. აი სამართლებრივადაც რო ავხსნათ, ეხლა შენ უკეთესად ახსნი თენგო, მაგრამ უყურე, აი პრინციპში ხო, ანუ რა მანდატი აქვს ზელენსკის უკრაინის მართვის დღეს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ომია, რამდენი მეორე წელია უკვე თავისი საპრეზიდენტო ვადა ამოწურული აქვს და არჩევნების საჭიროება დგას უკრაინაში, რომ უნდა ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არჩევნები არ ტარდება და შესაბამისად ის არის ფაქტობრივად არალეგიტიმური მმართველი. მეგონი ჯობია იმაზე მეტად ეხა უკრაინისთვის რატოა ეგ პრობლემა? ჯობია არა, რუსეთისთვის რატოა? იქითკენ მივდივარ ზუსტად. ხო, იქითკენ მივდივარ ზუსტად. ანუ რუსების პოზიცია არის ის, რომ აი ხვალ ახალი მთავრობა რომ მოვიდეს დაუშვათ უკრაინაში და თქვას, რომ ეს იყო არალეგიტიმური პრეზიდენტი უკრაინის, მას არ ქონდა რეალური ძალაუფლება რაიმე ხელშეკრულების გაფორმების, იმიტომ რომ ის აღარ წარმოადგენდა უკრაინის მოსახლეობის აზრს, ინტერესებს და ასე შემდეგ, ხო? ეს პრობლემა შემდეგ და გააბათილოს ეს ხელშეკრულება, რაც დაიდება დღეს დაუშვათ რუსეთ-უკრაინის შორის, ხო? ანუ რუსები მიანიშნებენ, რომ ეს საფრთხე არსებობს და შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ იმასთან, ვისაც რეალური ლეგიტიმაცია ექნება, ვინც იქნება რეალურად წარმომადგენელი, ანუ კონსტიტუციურად გამომხატველი უკრაინის პარტიზნების პატრონები. ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, ეხლა ცოტნემ. ხომ არ არიან ესენი სწორედ ის პატრონები, უშუალოდ ის პატრონები, რომლებიც გადაწყვიტავენ ფაქტიურად, რომლებიც ვის მიერათაც დღემდე ეს არის მართული. ვიცით ჩვენ ინგლისელების ფაქტორი, ვიცით საერთოდ აი ეს ომი
უკრაინელების ესეთი აგრესია როგორ დაიწყო, ხო? მოდი აგრესიას გულისხმობ პირდაპირ ვინ ჩართო პირდაპირ, ანუ ვინ მოუწოდა, გვახსოვს ჯონსონი იყო, ხომ არ არის ეს რომ თქვათ იგივე პუტინმა ზელენსკის კი არ, არამედ აუცილებელი მშვიდობის ჯერ ერთი ძალიან კარგი რამეა, მე საერთოდ მგონია რომ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა რომ რაც არ უნდა ჩვენ გვეძახონ და რაღაცა ისე გამოვიდეს რომ ჩვენი რაციონალური შეფასებით რუსეთის პროპაგანდისტები ვიყოთ, ძალიან კარგი რა მოხდა რომ პუტინმა გააჟღერა ეს ინიციატივა აუცილებელი მშვიდობის, ანუ მშვიდობის აუცილებლობა დაუდგა თვითონ რუსეთსაც. ეს ძალიან კარგი ფაქტია და მე ამას მივესალმები და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და პუტინმა ბუნებრივია რომ ვინც არ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობას, ხომ არ არის ეს მესიჯი გაგზავნილი, რაც ცოტნე თქვა არა ზელენსკის მიმართ, არამედ ზელენსკი ვიცით ვინც არის და ბოლო-ბოლო არალეგიტიმურია, ხო, მაგრამ მას აღიარებენ მაინც ამ პრეზიდენტად. ხომ არ არის გზავნილი პატრონების მიმართ, რომ მაკრონი, იგივე თქვათ, ეს იქნება ინგლისის რომელიმე რა სუიცრება იქ პრემიერები, ხო? ხომ არ არის გზავნილი რომ სტამბულში ჯერ საერთოდ ერთი რამე და კითხო თენგო შენ პუტინს როგორც ვიცით ჰააგის გადაწყვეტილებით სტამბულშიც ეხება რომ ჩასვლა აკრძალული აქვს რამდენადაც ვიცი პირადად კი თურქეთი არის ანუ რა გამოდის ხო ხტები ანუ რა გამოდის ახლა ერთია ჯერ სასაცილო იქნება ხო ახლა თუ გადაწყვიტა მან პირადად იქ ჩასვლა რომ ახლა ამას ეს დაუწყონი დაკავების პროცედურა მაგრამ ფაქტიურად რა გამორდის საერთაშორისო სასამართლო ეს სამართალი საერთოდ ანულირებულია იმდენად რამდენადაც მნიშვნელოვანია მშვიდობა ამ ორ ქვეყანას შორის და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და მე მგონი გზავნილი უფრო არის პატრონებისთან დაკავშირებით იმიტომ არ ვიცი ხა სხვანაირად რა ვიცი თუ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ პირადად დასხდნენ ერთმანეთთან ესეც არ იქნება თქვა რაღაცა ესეთი პირიქით კარგი იქნება და მე ვისურვებ კარგი იყოს მაგრამ რადგან ეს გაჟღერდა და ჩვენ დავაკვირდეთ იმიტომ რომ პუტინი და საერთოდ იგივე ლავროვის ბოლო განცხადებები ხო რომ ის რომ აუცილებლად ვიღაცასთან ისეთან დაჯდება მოლაპარაკებაზე ვინც წვითავს მართალია ცოტნე და შეცმართალი ხარ ეხლაც ხაზგასმით არის გასმული რომ დასხდებიან იმ ადამიანთან იმ არ ვიცი მე ლიდერი თუ ვინ იქნება ვინც მზად იქნება ვისაც ენდობიან აი ვის ენდობა დღეს მოდი პირდაპირ სვავ კითხვას ცოტნესაც და შენც თენგო ვის ენდობა დღეს ვინ არის დღეს პუტინისთვის ლავროვისთვის სანდო პირი რომელიც იმ მოლაპარაკებაზე იჯდება დარდაგვავისდეს ბოლო ლავროვის განცხადებები იგივე ტრამპის მიმართ და ზოგადად რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ვინ არის ეს ვინ არიან ესენი აი საინტერესოა ვის ენდობა ვინ არის ფიგურა რომ თუნდაც ზელენსკი იჯდეს იქ არ იჯდეს აი მათთან ერთად თუ ცალკე ვინ არის ავტორიტეტი დღეს რუსეთისთვის იმ რუსეთისთვის რომელმაც ნახევარმა მსოფლიომ და დასავლეთმა ევროპაში სამი ქვეყანაა რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ხო დანარჩენი ყველა სურვილი იყო განადგურება მათ შორის ხო გერმანიაში ვიყოფები ეხლა და დღემდე ვგიჟდები მოკლედ ესე იგი ჩვენ კიდე ჩვენი ლიბერალები კიდე ნუ მართლა სიბნელია მანდ აქ ნუ ცოტა ნაკითხი ხალხია ეს არ არის თლათ ესე ხო მაგრამ როგორი მიზანმიმართული კამპანია დღემდე რომ ეს ხალხი უკრაინა და ზელენსკი და ეს ხო მოკლედ ყველა გადაცემა მათ შორის ნაციონალურ ტელევიზიებში სწორედ ასე იწყება და არაფერს ამბობენ იმაზე თუ რა ხდება გერმანიაში და მათ შორის უკრაინელი დევნილები რასაკეთებენ მაგრამ კი ბატონო დავანებო თავი აი თავარია ვის თვლიან მე მაინტერესებს თქვენ კითხოთ ვის თulis პუტინი და რუსეთი ისეთ ავტორიტეტად რომ ამ მოლაპარაკებაზე სადაც პირველად გააჟღერა ესე ღიად რომ აუცილებელი მშვიდობა უნდა იყოს ვის დასვავს აი თქვენი აზრიც მაინტერესებს საინტერესო არის მართლა ეგ საკითხი თვითონ ზელენსკის ლეგიტიმაციის საკითხი ოღონდ ამას ვსაუბრობთ არა იმ კონტექსტში რომ ეხლა იქ უკრაინის შიდა სამზარეულოს განხილვა დიდად გვაინტერესებს. მოლაპარაკებებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ბუნებრივია მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი პიროვნება, ვისაც აქვს საკუთარი ხალხის ნდობა. რუსეთი ამას ეხა ნუ ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, სრულიად სამართლებრივი თვალსაზრისით საფუძვლიანად აყენებს ამ პრეტენზიას, რომ ამ ადამიანს გაუვიდა კაც ყველანაირი ვადა. მე რო დავუშვათ შევთანხმდე ეხა ზელენსკის და ხვალ მე სხვა მოვიდეს და იმან თქვა რომ ეკაც საერთოდ არ იყო ლეგიტიმური. მე რა შვებით, ეს პრობლემა რუსეთის მხარეს დგას, მაგრამ ეს პრობლემა ჩემი აზრით და აი მერაბის ამ ნარატივს გავყვები რომ ეს პრობლემა მაინც რომც იყოს ვადაში ახლა ზელენსკი ეს პრობლემა რუსეთისთვის მაინც იდგებოდა იქიდან გამომდინარე რომ რუსეთს თავიდანვე კარგად ესმოდა რომ ზელენსკი არ არის ის ფიგურა ვინც მან იღებს გადაწყვეტილებებს შესაბამისად პუტინის გზავნილი რომ
ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეხება არა კონკრეტულად ზელენსკის ან კონკრეტულად კიევის რეჟიმს, არამედ იმ ძალებს, რომლებიც არიან ამ პროცესში გადაწყვეტილებების მიმღები. ეს ვინ არის აი ეხა კონკრეტულად ვინ, რომელი ადამიანი იქნება, ვინც ამ როლს მოირგებს და ვისი ნდობით იქნება აღჭურვილი, როდესაც თუ შედგა ესეთი მოლაპარაკება სტამბულში ჩავა, მე არ ვიცი ამაზე წინასწარ საუბარი რა თქმა უნდა გამიჭირდება, მაგრამ ამის გარეშე რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები ეს იქნება უბრალოდ ფარსი და ვერ იქნება შედეგის მომტანი, ესეც მეორე მხრივ არის ხადი. კიდევ ერთ რამეზე მინდოდა ყურადღება და მე ცოტნე შედნა გადმოვალ. საერთაშორისო სამართლის საკითხი და ითქვა რომ აი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ჩემი აზრით, აი თუ კი რამე ერთ-ერთი უხეში შეცდომა მთელ ამ პროცესში მსოფლიომ და განსაკუთრებით დასავლურმა ცივილიზაციამ დაუშვა, ეს იყო ზუსტად აი ჰააგის სასამართლოს სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტებად ამ პროცესში. ის რომ ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე ერთ-ერთ მეომარი მხარის ლიდერს შენ ასამართლებ ჰააგის სასამართლოზე და ეს ხო ცხადია რომ არის უკვე გადაწყვეტილება, რომელიც ვერ აღსრულდება ვერას დროს. და შენ ხო ამითი თვითონ აი ამ სასამართლო სისტემის ნდობას ანადგურებს საზოგადოების თვალში. ეხა ხვალ და ზეკ ჰააგის სასამართლოს რა ნდობა უნდა გქონდეს. ხო ყველა მიცოდა რომ დადგებოდა ის მომენტი, როდესაც ერთი მხარე და მეორე მხარე ერთმანეთს უნდა დალაპარაკებოდნენ და ეხა რანაირად წარმოედგინათ მაშინ როცა ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად რანაირად დაიწყებოდა მოლაპარაკებები. ხო, ანუ თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მხოლოდ PR-ზე გათვლილი, მხოლოდ იმაზე გათვლილი, რომ იქ რაღაც ერთი კვირა ამ ნიუს ეტრიალა CNN-ის ეთერში და ამითი ამოწურული იყო შემდეგ უკვე ამ ჰააგის სასამართლოს როგორც გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ეს არის მე რაც ნდობას უკარგავს საერთაშორისო ინსტიტუტებს და საერთაშორისო სამართალს პრაქტიკულად აღარ აქვს უკვე არანაირად ის ავტორიტეტი, რაც ჰქონდა აი წლების წინ ხო 20-30-35 წლის წინ ის ვეღარ ასრულებს იმ მიზანს, აი ესეთი ტიპის სასამართლოები, რა მიზნისთვისაც ისინი არიან შექმნილი და სამწუხაროდ უკრაინის კონფლიქტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. თენგო და ცოტნე ბოდიში ისე საინტერესოა დაუშვათ მოხდა აი მართლა ყველაზე კაი მთელი მსოფლიოსთვის კარგი რა მოხდა და პუტინი ჩავიდა შეხვდნენ ერთმანეთს მშვიდობას მიაღწიეს რა მექანიზმი არსებობს ამ ჰააგის გადაწყვეტილებას პუტინს მე უნდა გაქარწყდეს თუ აი რა ხდება არა მე პუტინი უნდა დაიჭიროს ეს და ჩამოახშოს როგორც მონღოლეთში უბრალოდ არ შეასრულებენ იმიტომ რომ ერდოღანთან პუტინს სატელეფონო საუბარი უკვე ქონდა რაც გავრცელდა რუსულ მედია საშუალებებში არის ის რომ პუტინსა და ერდოღანს შორის უკვე შედგა სატელეფონო საუბარი და ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა რომ უმასპინძლოს რუსულ დელეგაციას, უკრაინულ დელეგაციას და შექმნას შესაბამისი ფორმატი აი ამ მოლაპარაკებებისთვის. ხო, ნუ პუტინი ჩავა თუ არა ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ხო ნახოთ რამდენად მიიღებს ის ზელენსკის ამ მიწვევას. რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს აი ბოლოდან დავიწყებ იცი რა თენგო ეს სტრუქტურები რომელიც თავის დროზე შეიქმნა სინამდვილეში უკვე ობიექტურად კარგავენ თავიანთ შინაარსს და ეს ხდება არ არის გულდასაწყვეტი და გეტყვი რატო ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ყურე ჩვენ აი რაზეც ახლა საუბრობენ იგივე ამერიკელები იგივე საუბრობს რუსები საუბრობენ ჩინელები ხო ერთპოლუსიან სამყაროზე ამერიკულ ჰეგემონიაზე რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული ეს ჰეგემონია ვრცელდებოდა ზუსტად მსგავსი სტრუქტურების გამოყენებით და მეშვეობით. ანუ საერთაშორისო სასამართლო და რაღაცა გაერო, რომელზეც ცლიანი გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა. ძალიან ისეთ შეხედულება გაქვს. ეს ბოლო პერიოდში კი, მაგრამ თავის დროზე არა, ყოველთვის ესე იყო. ყურე, როდესაც ერთი ვერ შევთანხმდები. ხო, ბატონო, მაგრამ დავამთავრებ მას, რომ ანუ რაღაცა შენ როდესაც ჰეგემონი ხარ და შენ ჰეგემონიას ავრცელებ ყველგან, შენი დღის წესრიგი უნდა შესთავაზო ყველას და შენი თამაშის წესები. ეს სტრუქტურები მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის იყო შექმნილი, რომ ის ამერიკული დღის წესრიგი, რითაც უნდა ეთამაშა მთელ მსოფლიოს, ეს დღის წესრიგი შეიქმნა და მე ამ დღის წესრიგის ჩარჩოებში ყოფილიყო ნებისმიერი მოქმედება დედამიწის ნებისმიერ ეს სტრუქტურები შეიქმნა გაეროს მანდატით. ეს მის ნუ მე რა რო გაეროს სწორედ იმიტომ რომ გაერო ხო დაიფუძნა ამ ყველაფერს, რომ როგორც ერთი მხარის ისე მეორე მხარის იქ არის. ეგ მეორე მხარე გაქრა მე ამაშია საუბარი. ხო, აი ეგ არის, ანუ ბოლო პერიოდში მოხდა ეგ ყველაფერი, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხდება. ამას აღიარებს ჯეფრი საქსის, როდესაც იძახის, რომ ჩვენი შეცდომა ეგ აი და ევროპარლამენტში როდესაც გამოვიდა ის ამბობს პირდაპირ რომ ჩვენი
შეცდომა იყო, რომ ჩვენ რუსები რაღაცაზე გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი წითელი ხაზების გადალახვა. ჩვენ ამას არ ვითვალისწინებდი, ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა და მიუხედავად რუსების პროტესტის ამას მაინც ვაკეთებდი, ხო? ბოლო 30 წელია იგი. ხო და ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ამისთვის იყო გაკეთებული და ამისთვის იყენებდა ამერიკული მხარე და დასავლური მხარე ამ ყველაფერს და დღეს უკვე როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ეს ერთპოლუსიანი სისტემა ინგრევა და ვიღებთ მრავალპოლუსიან მსოფლიოს, როდესაც ჩინეთი, რუსეთი, რა ვიცი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა შეიძლება კიდე ცალკე მოთამაშეთ აღმოჩნდეს და იყოს რაღაც კონკურენცია ამ ძალებს შორის, ეს სისტემა უკვე დავუშვათ საერთაშორისო სამართლის სისტემა აუცილებლად ჩამოინგრევა, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი არსებობს მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაცა პრინციპებზე ვართ შეთანხმებულები, ხო ესეა? რაღაცაზე ვთანხმდებით და თუ ამ პრინციპს ვიღაცა დაარღვევს, მერე ის იქნება ხო, სანქციას უნდა დაიკისროს, მაგრამ დღეს რა ხდება? უყურე ის რაღაცა საერთაშორისო სისტემა ერთპოლუსიანი, რომელიც ამერიკული წესრიგი იყო, ისეთი წესრიგი იყო, როგორც დასავლეთს სურდა. ეს ინგრევა. შესაბამისად, ის პრინციპები, რაზეც ჩვენ ვთანხმდებოდით, ეს პრინციპები აღარ არსებობს. შესაბამისად, რანაირად ეხა მე აღარ მესმის ეგ ლოგიკა, რასაც ამბობდა. ამის ხმა მინდა, რომ ეს ამათ მომავალი არ აქვთ. ესეთი სტრუქტურები საერთაშორისო სამართლო იქნება ის თუ გაეროთ, თუ არ მოხდა მათი გადაფორმატირება, და ამისთვის აუცილებელია რომ ეს ძალები ერთმანეთთან შეთანხმდნენ და რაღაცა თამაშის წესები შედგეს. ჯერჯერობით ეს პროცესი მიდის, ჯერჯერობით ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან, ამიტომ ომობენ. ძალიან მარტივად რო ახსნათ ადამიანურად, მაგრამ ეს ომი როდესაც დასრულდება, ისინი ალბათ აქ საუბარია იალტის კონფერენციაზე, როდესაც იხსენებენ მეორე დიდი სამამულო ომის დასრულებას, მეორე მსოფლიო ომის, ხო, იგი იალტა პოცდამის კონფერენციები. ხო, ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ მაშინ მოხდა ახალი გადანაწილება მსოფლიოსი აი ამ დიდ გლობალურ ძალებს შორის და რაღაცა თამაშის წესებზე შეთანხმება. ხო, დაახლოებით მსგავსი რაღაცა უნდა მოხდეს ისევ იმისთვის, რომ რაღაცა ახალი თამაშის წესები შეიქმნას და მე ეს სტრუქტურები თუ დარჩება ეს სტრუქტურები იმ სახით, რა სახითაც არსებობს, უნდა გადაფორმატირდეს. აქამდე სანამ ეს არ მოხდება, ესენი უფუნქციოა. ზუსტად ამიტომ არ შეასრულებს ერდოღანი ამას. ძალიან შორს არის, რამდენად არის საერთოდ ექს მაინტერესებს ხოლმე, რამდენად არის შესაძლებელი დიდი ომის და დიდი ინგრევის გარეშე აი მაგ გადაფორმატირების გაკეთება, იმიტომ რომ აი წარსული გამოცდილებას თუ შევხედავთ, ხო, კაცობრიობის ალბათ პირველი ეგეთი დიდი პრეცედენტი ვესტფალის ზავს თუ არ ჩავთვლით, სადაც ცოტა სხვაგვარი იყო ვენის კონგრესი ნაპოლეონის ომების შემდეგ, რომელმაც შექმნა მსოფლიო წესრიგი, რომელმაც თითქმის 1 საუკუნე გასტანა პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდამდე. შემდეგ იყო უკვე პარიზის ხელშეკრულება, ვერსალის ხელშეკრულება პირველ მსოფლიო ომის მერე, რომელიც აღმოჩნდა საშინელი, რადგან პირდაპირ აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის გამომწვევი და მერე იწყება აი სწორედ უკვე ეს იალტის კონფერენციები და ასე შემდეგ, სადაც აი ეს კიდევ ერთხელ მოხერხდა დიდი თანხმობა. რამდენად არის ზოგადად შესაძლებელი რომ ეს მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც კაცობრიობა გამოივლიდა ხოლმე საშინელ დამანგრეველ ომებს, უდიდეს სისხლს, ისავლიდა ჭკუას, ისთაობა მაინც რომ არ შეიძლება ეს ინგრევა ომი და შემდეგ ხდებოდა ხოლმე შეთანხმება. ეხლა თუ ეყოფათ მსოფლიო ლიდერებს და კაცობრიობას უკვე გამოცდილება იმისთვის, რომ აი ამ უმძიმესი პროცესების გარეშე მოხდეს. არ ხდება ამის გადაფორმატირება. ნუ უკრაინის კონფლიქტი ეს გასაგებია, მაგრამ ბოდიშ თენგო უყურე ჩვენთვის ზოგადად ევროპა მათ შორის გერმანიაშია და საკუთარი თვალით ხედავს როგორ იგრძნო რიგითმა გერმანელმა უკრაინის კონფლიქტი, ხო? ანუ აი როგორ შევხედოთ უყურე ჩვენთვის როგორც რაღაცა ევროპული კულტურის ნაწილისთვის, ხო? ანუ შეიძლება გეოგრაფიულად აი ამ სისტემის ნაწილი არა ვარ და არც გვინდა დავუშვათ რასაც ევროკავშირი ქვია, მაგრამ კულტურა ევროპული კულტურის ნაწილი ვართ, ხო? და ამას არ უარყოფ და ხო, რა თქმა უნდა, ქრისტიანული კულტურის ნაწილი ვარ და აი ეს ჩვენ გვესმის და ჩვენთვისაც მათ შორის, ნუ ჩვენ უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ აი ამ 30 წლის განმავლობაში 4 ომი უშუალოდ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, მაგრამ ევროპისთვის ეს ხელშესახები ის დაპირისპირება, რაც მსოფლიოში მიმდინარეობდა, გახდა ეხლა უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა თუ გადავხედავთ დავუშვათ აი ამ 30 წლიან ციკლს საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ და გადავხედავთ მსოფლიო ისტორიებს, რამდენი ომი მოხდა, სად მოხდა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აი ამ ომებმა, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არ არის საერთოდ ანუ შვიდობიანი გადასვლა არ არის, ხო? არა, მაგას კი არ ვიზახი ხად, მათ შორის უკრაინის ომის იმხელან გრევა არის, რომ ამაზე უბრალოდ აი მასშტაბი, ხო, ეხლა მაინც ვერ შევადარებთ ამ ყველაფერს მეორე მსოფლიო ომის გრევა, სადაც ყველა ადამიანმა პლანეტაზე იგრძნო არა მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი პირობითად, აი უშუალოდ სიცოცხლის საფრთხის წინაშე და უამრავი დაიხოცა და საერთოდ სხვა მასშტაბი იყო და როგორც წესი, აი ნაპოლეონის ომების დროსაც ეგრე იყო, პირველ მსოფლიო ომშიც ეგრე იყო, ანუ ყველა ბევრად უფრო ეგზისტენციური საფრთხეები ხდებოდა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები მიხვდარიყვნენ ამ გადაფორმატირების აუცილებლობას. მოდი ამას ნუ გავყვებით, იმიტომ რომ არც დრო არ გვეყოფა, მაგრამ თემა თვითონ ძალიან საინტერესოა და მომავალში გვექნება გარჩევის შესაძლებლობა. თენგო, უბრალოდ რადგან ამ თემას აი მაგალითისთვის ვამბობ. ისტორია ერთია და ისტორიული გამოცდილება ერთია, მაგრამ იცით რა არის?
აი გერმანიის მაგალითი ავიღოთ. რამდენი რამ გაიარა გერმანიამ, ხო? მართლა შუა საუკუნეებიდან ამაც სულ ერთმანეთში ჰქონდათ. ეხლა სულ მახსენდება ხოლმე ბისმარკმა რას დაუბარა გერმანელებს, ხო? არასოდეს არ შეეცადოთ რუსეთთან დაპირისპირება, ან და ომში შეხვიდეთ, იმიტომ რომ პირველი ვის უკან ზურგში ჩაკარტყავთ ისევ აგერ არის მტერი, ხო? ფრანგები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი გერმანიის მაგალითი ავიღოთ უკრაინის 2 წლიანმა კონფლიქტმა. ანუ კიდე დიდ დროს ვამბობ. 1 წელიწადში უკვე გერმანია აწყობილი ქვეყანა, ევროკავშირში ნომერ 1 სახელმწიფო. ევროკავშირში არ ვიცი, ესეთი მოწესრიგებული, მოწყობილი, ამ ფსიქიკის მქონე, ესეთი მშრომელი და მათ შორის ესეთი ნაკითხიერი, აი ეს თუნდაც ავიღოთ გერმანიის მაგალითი. ჩამოშალა. აქ არ არის საუბარი მარტო ეკონომიკაზე. გერმანიაში რომ ნახოთ თქვენ თენგო და განსაკუთრებით იურისტიკა და რომ ნახო სტატისტიკა, იგივე გარდაცვალების, თვითმკვლელობების, იგივე თქვათ აი დაავადებების, ანუ სტრესული დაავადებების, ეს ამ ხალხს დაემართა. და ეს მოდი ნუ გაგვიკვირდება ჩვენ ქართველებს და საერთოდ ჩვენ არ ვიცი ამდენ საუკუნოვან ისტორიაში თითქოს რაღაცა გამობრძმედილები ვართ, თითქოს რაღაცა ვაქცინა, რაღაც აი ზათავართ, რაღაცეები გადავიტანოთ. არიან ერები, რომლებსაც შეიძლება ეკონომიკა ძლიერი აქვთ, გამომგონებლები არიან, არ ვიცი ყველგან ყველაფერში, მაგრამ გამძლეობა ესეთი, ბევრი რაღაცის გამო არა აქვთ. ერები ალბათ კონკრეტული თაობები თორე ხა გერმანიასაც გერმანია ამ ქვეყანამ და ამ ერმარო გამოიარა. გერმანია დაანგრია განსაკუთრებით სწორედ აი ამ ომმა ეკონომიური დაიწყო და იცით როგორ რესურსებზე იყო და შემდეგ უკვე დაანგრია მიგრაციამ და მიგრაციას დაემატა უკრაინიდან შემოსული ხალხი და ქალები განსაკუთრებით. მართლა ერთი რამ მინდა ვთქვა რომ აქ კაცები არ იგრძნობა ბევრი, ნახე ვიღაცები არიან ომს გამოქცეულები მართლა, თორე ქალები და ბავშვები ბევრი არიან. გერმანიაში უკვე უკრაინელმა ტოლვილებმა, დევნილებმა, ქალებმაც ძალიან ნეგატიური ისაა გერმანიის სირიელზე იმდენად არ არიან გაბრაზებული ხშირ შემთხვევაში, ვიდრე უკრაინელზე. მე არ ვიცი დეტალებში არ შევალ, მაგრამ მაგალითი რატომაც მინდოდა რომ მომეყვანა, რაზეც თქვენ საუბრობდით. გერმანია ნათელი მაგალითია, რა უკნა პირველივე წლის ბოლოს უკრაინის კონფლიქტმა. და დღემდე როგორ გრძელდება, აღარ შევყვები და აღარ შევყვები. ამიტომ მე მაინც მგონია რომ ყველაზე რაციონალური და ყველაზე აი როგორ ვთქვა, აუცილებელი, პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მოხდეს რომ ეგ ომი მორჩეს. პუტინის სურვილი კი არ არის მარტო ან თქვა რუსეთის, არამედ ფიზიკის კანონივით იქცა. აუცილებელია რომ ეს მშვიდობა შედგეს და იქ რა ფორმით შედგება, ვის დაელაპარაკება. სხვა შორის ძალიან საინტერესო კომენტარებს გვიწერენ ჩვენ რამოდენიმე ადამიანი ერთ-ერთი წეს რომ ხომ არ იქნება ეს ზელენსკისთვის თავის პატრონებიდან გაგიჟებული ისევ რომ აი პუტინი არ ჩამოვიდა პირადად და მას არ უნდა მშვიდობა და რაღაცა საბოტაჟი მე რომ საბოტაჟი ხო არ არის ეს ზელენსკის მხრიდან თქო აი ამისი გაჟღერება რომ პირადად პუტინი ჩამოვიდეს და მელაპარაკოს იმიტომ რომ მსგავსი დათმა არ ყოფილა რუსულ კომენტარებში წერენ ახლა ვინც ჩვენ გვიყურთ კი სორი მიგნებაა ჩემი აზრით და ეგ აღნიშნეთ კიდეც რომ შეიძლება იყოს ერთგვარი ეს თუ არ არის წინასწარ შეთანხმებული სცენარი და ესე უბრალოდ წინსრებად ილაპარაკა ზელენსკიმ ეს არის საბოტაჟი რომ აი არ ჩამოვიდა მე პუტინი და რა ვქნა ბატონო მე კი მინდოდა ლაპარაკი იყავით კარგად ეხლა რა შეეხება თენგო რა შეეხება ცოტნე მახსენა და მესმის შენ რატომაც არ ეთანხმებიან და რატო გაქვს შენი ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ეს გადაცემაზე საერთოდ ჩვენც გონია რომ მაყურებლისთვისაც საინტერესოა როცა განსხვავებული აზრი გვაქვს რასაც ამბობდა თქვა ცოტნე საერთაშორისო სამართალთან დამოკიდებული მეტი რა მაგალითი გვინდა ორმაგი სტანდარტის ისრაელმა რაც ომი დაიწყო გაეროს ყველა კონვენცია საერთაშორისო სამართლის მშვიდობის ეკოლოგიური კატასტროფის ყველაფერი დაარღვია ისრაელმა 6 თვეში სტატისტიკა იყო ყველაზე ბევრი ჟურნალისტის გარდაცვალების, ყველაზე ბევრი ბავშვის გარდაცვალების, ყველაზე ბევრი, რა ქვია, გენოციდის მოწყობა. 7 თვეში იყო ეს სტატისტიკა, მაგრამ არავინ არაფერი არ უთხრა. და ჩვენ გველაპარაკებიან საერთაშორისო სამართალზე. ჩვენ წარმოიდგინეთ, ქართველებს საქართველოში, რომელსაც თითი არ დაგვიკარებია ევროპელ არც ერთ ადამიანზე, არც ჩავრეულ ვართ არაფერში, ისტორიულად, ხო? ჩვენ რაც თუ რამე გვჭირდა ჩვენი თავიდან გამომდინარე. მახსენდება ყოველთვის კონსტანტინოპოლის დაცემა. როგორც ესე იგი დამცველებში იყვნენ ქართველები, ასევე თავდასხმელებშიც ქართველები იყვნენ. და ეს ჩვენი ისტორია. ჩვენ ახლა
ჩვენ სხვისთვის არაფერი დაგვიშევებია და რამე რომ მოხდება ჩვენ საერთაშორისო სამართალს ვარღვევთ. ესე იგი ხან ვართ ევროპის ნაწილი. ხან არა ვართ ევროპის ნაწილი. ანუ ბევრ რამეში ჩამოყალიბება ჩვენ გეთანხმები მერაბ. სხვა შორის აი მერაბ შემდეგ თემაზეც გვინდოდა გადავსულიყავით ეს გარკვეულწილად ეხება გერმანიასაც ალბათ პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიდეოები რაც მე ვნახე ძირითადად იყო გერმანიიდან. ჩვენთან აღინიშნა ევროპის დღე 9 მაისს, მის პარალელურად რაც მოკლედ აი ეს პოლარიზაცია წელს რო იგრძნობოდა ალბათ ამეთანხმებით ცოტნე სხვა წლებში მე არ შემიმჩნევია, აი საზოგადოება თითქოს იყო ორ ნაწილად გახლეჭილი. ერთი ნაწილისთვის 9 მაისი ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ის რაც არის რეალურად და ამას ვზეიმობდით. იყო ძალიან დიდი ნაწილისთვის. ძალიან ძირითადი ნაწილისთვის, მაგრამ იყო მეორე ნაწილი, აი ეს ჩინგაჩუნგები რა დარბიან ხოლმე. გარეთ იმათმა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ევროპის დღე და უნდა აღნიშნოთო ევროპის დღე შეიკრიბნენ რიყეზეც, მაგრამ სანამ ჩვენი ამ ევროპის დღის კადრებს ვნახავდით, მე დამაინტერესა როგორ აღინიშნება თავად ევროპაში ეს ყველაფერი 9 მაისის დღეს, 9 მაისს ევროპის დღეს როგორ აღნიშნავენ თქო ევროპელები და აი საოცრება იყო ის კადრები, რაც მე ვნახე, რამდენიმე ქალაქი ავარჩიეთ, მათ შორის გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან, მოდით ვნახოთ აი 9 მაისს რა ხდებოდა ევროპულ დედაქალაქებში, როცა ჩვენთან რიყეზე ჩინგაჩუნგები აღნიშნავდნენ ევროპის დღეს. Никто здесь не укнул. Как мы будем раздавать? Только, наверное, объявить какой-нибудь конкурс. Соответственно, мы предлагаем вам ответить на несколько вопросов. აი საინტერესო კადრები იყო, მეგობრებო, ეს არის 2025 წლის ლევანდელი 9 მაისი, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი ჰქონდა შერჩეული, თუმცა მსგავსი სურათი იყო სხვადასხვა ქალაქებში. მე ხარ ვამბობ, რა თქმა უნდა, იმას და მაყურებელმა არ უნდა გაიგოს ისე, რომ თითქოს აი ეს რაღაცა ევროპაში იყო სახალხო ზეიმი და სახელმწიფო დონეზე ხდებოდა, ეხლა ამ ყველაფრის ორგანიზება ბუნებრივია ძირითად შემთხვევებში, როგორც დავაკვირდი, იყო რუსულენოვანი დიასპორის მიერ ორგანიზებული აი ეს მარშები, მაგრამ იყო აი ძალიან კარგად ორგანიზებული, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მე რომ მქონდა მაგალითად მოლოდინი რომ ვნახავდი კადრებს იქ ევროპის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიებებიდან, არ შეიძლება მე ვერ ვნახე და თუ არის მსგავსი იქნება ვინმე მოგვაწოდოს, არ მინახავ, ვერ ვნახე რომ სადმე აღენიშნათ მართლაც ევროპის დღე, თავად ევროპის დედაქალაქებში და აი მერაბ შენი აზრი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ეხა მე შეიძლება იმდენად არ ვარ ინტეგრირებული მაქსიმ წესთან, შენ კიდევ უფრო ხშირად გიწევს ხომ ან ჩასვლა და ეცნობი მაქაურ ამბებს, აი რა არის ეს ევროპის დღე და როგორ აღინიშნება ეს ყველაფერი დასავლეთში? დიახ, თენგო, სხვათა შორის აი ამ კადრებიდან გამომდინარე მინდა მართლა ბევრი ქალაქი, ევროპული ქალაქი და დედაქალაქი ეხა აქ არ იყო, ვერ მოვაქცევდით ეხა ყველას და მართლა აღინიშნებოდა და მართლა არავინ არ გაიგოს რომ ეხა აქეთ ევროპაშიც აღნიშნეს ისე და არც უნდა აღნიშნოს ისე როგორც რუსეთში მაგალითად და თუნდაც ჩვენთან, ხო, იმიტომ რაღაც, მაგრამ ერთი რამ საინტერესოა, დააკვირდი თენგო, აი ძეგლებთან დამოკიდებულება. ძალიან ბევრი კადრი არ იყო ეხა აქ და თუ რაიმე აღნიშნა მოხდა აქაც გერმანიაში დრეზდენი იქნებოდა ეს სხვადასხვა ქალაქი.
პირველი მივიდნენ და სიმბოლურ იმ ძეგლთან აღნიშნეს, რომელიც ძეგლებიც ამ გმირებს მიეძღვნა თავის დროზე, რომლებიც ხელუხლებელია. მემორიალები არის ხელუხლებელი მან. ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ საკუთარი გმირების, საკუთარი ქართველი კაცის, სტალინის ძეგლის დადგმაზე, არ დადგმაზე გვაქვს გაშლილი კამათი ერთმანეთში, თორე მეტი კი არაფერი. და მიდიან და სწორედ იმ ძეგლებიდან აღნიშნავდნენ. ეგ ერთი. ეხლა რა შეეხება მეორე ფაქტორს. მე არ ვიცი რა არის ევროპის დღე. აქ ვიყავი 9 მაისსაც. მე მაგალითად ვიცი რომ გუშინ მაგალითად ევროპაში იყო დედის დღე და ძალიან აღნიშნავენ ამ დღეს, მართლა როგორც ჩვენთან დედის დღე დაწესდა და აღნიშნავთ, გუშინ იყო დედის დღე, მაგრამ ევროპის დღე რა არის არ ვიცი და თან ყველაზე მეტი რა არის, ერთ-ერთი ჩემ მეგობარს, ჩვენი კოლეგა გამოდის, ეს ადამიანი, მკითხე, გუშინ ვიყავი ძალიან ლამაზ და საინტერესო ქალაქში ბად ესენი, სადაც სულ 16000 კაცი ცხოვრობს ამ ქალაქში, ულამაზესი ქალაქია, ითვლება რომ ძირითადად გერმანელი ხალხი ცხოვრობს და აი თურქებიც კი ნაკლები არიან, არ არიან იმდენი, აღარაფერს ვამბობ, ეხლა ძალიან ბევრი მიგრანტზე მეტი წილი არიან ძველი, ანუ რუსი გერმანელები ცხოვრობენ. და ამას თქვენ შეატყობთ, აი მე რამოდენიმე კადრი გადავიღე, როცა პატარა ფილმს ვაპირებ, რაც მე მინდა რომ ჩვენ გავუშვათ ჩვენს გადაცემაში მომდევნო რიცხვებში. ანუ ლაპარაკი რუსული, ანუ ასაკიანი ხალხი, ბავშვები, შვილიშვილები, ანუ რუსულენოვანია და ჩვეულებრივად, ანუ იქაც კი, ანუ არ არის არანაირი რაღაცა ანტირუსული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მithumetes და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ გიждები და ამ დროს ამ ჩემ მეგობარს ვეუბნები რომ აი მე ვთხარი ჩვენთან აღნიშნეს ევროპის დღე მეთქი წავიდნენ ევროპის მოედანი გვაქვს მეთქი თვითონაც გაუკვირდა ისე მეც მიკვირს რატო ქვია 100,000 მოწამე არის ხო მანდა ეგ ადგილია ევროპის მოედანი რატო ქვია აბანოთუბაში მაგ ტერიტორიას ვერ ვხსნი საერთოდ მაგრამ კარგი იყოს რაზეა ლაპარაკი თუმცა მე უფრო გამიხარდება რაღაცა რა ვიცი ჩვენი გმირების და ქართული და რაღაცა იყოს ხო და თან ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილი ხო თბილისში იმიტომ რომ ბევრი მაგრამ რო უთხარი რომ შეიკრიბენ ევროპის დღე აღნიშნეს მეთქი რა დღეა ანუ მართლა მითხარით გამაგებინეთ რას ნიშნავს ევროპა დაარსდა 9 მაისს რა ქვია რაიმე არ ვიცი აი ვერ ვხვდები რა დღეა რა ვიცი საფრანგეთში ვიცი რაღაც ღირსშესანიშნავი დღეები რაც არის გერმანელებისთვის ვიცით რაც არის ღირსა აი რა დღე არის ევროპის დღე და აღნიშნავს თან ვინ მართლა ის იმ ადამიანების მასა სალომე ზურაბიშვილი რომ ამას მოუწოდებს ბოლო-ბოლოს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პასპორტია ჯიბეში წარმოგიდგენიათ ეს ქალი მაპატიეთ რადონის დეგენერატია დიდი ბოდიში რადონის დეგენერატია იმ გაგებით ვისკენ მოგიწოდებთ ბატონო მე რა კორექტო არა მაპატიეთ მაგრამ ესე იგი ის კი არა რომ ეხა ამას რა თუნა ნაკითხობა შეიძლება ნაკითხი იყოს კაცი მაგრამ ეხა ანუ ვიცი ჩვენ ბევრი ნაკითხი კაცი როგორი რებსაც ამბობს და ლაპარაკობს ხო მაგრამ აი რადონის დეგენერატი უნდა იყო რომ თალი იყავი საგარეო საქმეთა მინისტრი ცხოვრობდი საფრანგეთში იყავი რა თანამდებობაზეც ვიცით ჩამოხვედი პრეზიდენტი გახდი და საფრანგეთის მოქალაქეა და ევროპის დღეს აღნიშნავს აბანოთ უბანში მოდი ასე ვთქვათ ძველი მეტეხის ტერიტორიაზე იქ დარქმეულ ქუჩაზე და მართლა რო იკითხო მითხარით რამე კადრები თუ არსებობს ან თუ რამე კალენდარში არის ევროპის დღე ნუ მაშინ გავჩუნდები და ვიტყვი რომ მე არ ვიცოდით ხო მოდი სანამ ცოტნესთანაც გადავალთ მე ეს ერთბაშა შეჯამებისთვის დროც რო არ გაგვიქცეს თვითონ ნახოთ აი ეს ქართული ევროპის დღის რო არ ჩაგვითვალონ შემდეგ რა იკერძოებულობაში გავუშვათ ეს მცირე კადრებიც როგორ აღნიშნეს ჩვენმა აკაცუკებმა ევროპის დღე და შემდეგ აი შევაფასოთ რას ნიშნავს ეს და არის თუ არა ეს ისტორიის ერთგვარი გადაწერის მცდელობა აი ეს იყო ჩვენ თანამოქალაქეების აი იმ ნაწილის პოლარიზაცია ზოგადად ალბათ დამეთანხმებით ცოტნე რომ იყო ძალიან აშკარა წლევანდელ წელს ეს მე სხვათა შორის შევატყვე მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც მთავრობამ აი ეს თავისი ვერ უღალატა ესე იგი ჩვეულებრივ ჯულზე უმტკიცესიაო და გაიხსენეს ის
შაუბნელი თუ პირიქით ცისარტყელასავი წარსული მოგვილოცეს ისა ჯერ ევროპის დღე მოგვილოცეს და მე ფაშიზმის დღე პარალელურად და აი თვითონ მათი მომხრეების მხრიდან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ნეგატივი მიიღეს აი ამ პოსტზე რომ რა ევროპის დღეს გვილოცავთ მე რატო ვამბობ ამას რომ ხა შარშანაც ეგრე გააკეთეს მაგრამ შარშან არ იყო ასეთი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან და წელს აშკარად გაზრდილი არის ამ თემის მიმართ აქტუალობაც საზოგადოებრივი ინტერესიც და პოლარიზაცია რაც ყველაზე მთავარია კიდევ ერთი საკითხი აი ეს ევროპის დღეს კი არ ვერჩი მე კაცო აღნიშნოთ და რაზეა საუბარი უბრალოდ აი ეს შეჯიბრება და დამთხოვა რომ ხა შარშან ხო 8 აპრილს აღნიშნეს ეგ 8 მაისს აღნიშნეს ეს ევროპის დღე მაგრამ წელს ესე იგი აი ჩვენ ჯიბრზე რომ 9 მაისს უნდა ჩავატაროთ ეგ აი ეს რა დამოკიდებულება ეს არ მესმის კიდე ჩამოყალიბდა თუ 9 არის ეგ ხალხი თენგო და ცოტნე ბოდიში ცოტნე და თენგო და ეგ ის ხალხია რომელიც ახლა 17 მაისი რომ მოდის მართლა დაწესებული პატრიარქის დღე აი იმ დღეს როგორ იხსენიებენ ეგ ეს გავიხსენოთ არ დაგავიხსენოთ ის ხალხია კი ბატონო არა თან მე მგონი ბოდიში და გვიჩარლიჩებენ იმიტომ რომ სამამულო ომის აღნიშვნას გვაიძულებენ და გვეუბნებიან რომ 8-ში უნდა აღნიშნოთ ევროპის დღეს 9-ში უნდა აღნიშნოთ რაღაც აი საინტერესო რაღაც იმასთან გვაქვს მოვლენასთან და კიდევ ერთი აი ცოტნე სანამ გადმოვალ ძალიან აქტუალური იყო ვიდეო რომელიც ეხა ამ გადაცემისთვის არ გავუშვით იმიტომ რომ უფრო ცლად მინდა ეს ყველაფერი მე მოვამზადოთ და გავუშვათ ბევრად უფრო მოცულობითად აი ეს დასავლური პროპაგანდა რომელიც არის უკვე ზღვარს გადასული და გამაღიზიანებელი განსაკუთრებით ამ პერიოდში ჩცდ-ს მსახიობების ვიდეოები რომ მეგობრებო თურმე მთელი ეს 9 მაისის აღნიშვნა ემსახურება საბჭოთა პროპაგანდას რომ განვადიდოთ სტალინის როლი რომელიც სინამდვილეშიო აი ამ ტექსტით ამბობს ბევრად უფრო მცირე და სისხლიანი იყო ამბობს ჩცდ-ს ერთ-ერთი მსახიობი რომელსაც აი გარანტიას გაძლევთ რომ მე მოყავს მაგალითად ისა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი და აი ეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი აქვს აი 15 წუთი და ადრე ამ ვიდეოს ჩაწერამდე გაგებული სცენარი რო წაიკითხე გონზე რო არ არის საერთოდ გარტმაში რომ ტიტრებშიც არასწორად 1930 წელი უწერიათ ტიტრებში 39 წელს რომ მოხდა ხო ეგ მოვლენა აი როგორ შეიძლება რომ შეგეშალოს 30 წელს ძალაუფლებაში არ იყო ჰიტლერი საერთოდ არ იყო ძალაუფლებაში იმდენად აი მაგრამ ეს ხო არის გათვლილი ისეთი ტიპის მაყურებელზე რომელიც აი Facebook-ით ეცნობა ისტორიას რა და Facebook-ით გონია ისტორია რამდენად ეფექტურია აი ეს გადაწერის მცდელობა და რამდენად არის შედეგის მონტანი თვითონ მათთვის ეგ საინტერესოა თითქოს აი მეც ვნახე ეგ ვიდეოები და თითქოს აი სიმონ ჯანაშია ან ივანე ჯავახიშვილი გონიათ საკუთარი თავი ისეთი სახით განახოლმე კამერების წინ და ისე საუბრობენ მაგრამ აი პირველ რიგში აი რაც შენ თქვი და უშუალოდ მთავრობის 9 მაისის ევროპის დღედ მილოცვასთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა ფაშიზმზე გამარჯვებას მოგვილოცეს მაგრამ ერთადერთი ადამიანი ვინც ცე გარუქნია იყო საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სხვათა შორის ყურადღება მიაქციეთ ამას ბატონ პრეზიდენტს მსგავს რა გარგაუკეთებია პირდაპირ მოგვილოცა როგორც არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე და სხვათა შორის ძალიან დადებითი გამოხმაურებაც გამოიწვია მისმა აი ამ ქცევამ რაც შეეხება დაუშვათ აი ამ ისტორიის გადაწერის მსვლელობას რასაც შენ ამბობ სხვათა შორის პუტინის მილოცვაში საქართველოსთან მიმართებაში ქართულ ხალხს და ომის ვეტარანებს როცა მიულოცა მან იყო ზუსტად ნახსენები რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება რომ გადაწერონ ის ისტორია რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს და ის რომ ჩვენ თავის დროზე ერთმანეთის გვერდით ხარდამხარ ჩვენმა წინაპრებმა ბებიებმა და ბაბუებმა ჩვენა წინაპრებმა ერთმანეთის ხარდამხარ მოახერხეს აი ამ ფაშიზმის დამარცხება და არა მარტო დავთქვათ ქართული რუსი ან საბჭოთა ხალხი გადაარჩინეს ამით არამედ გადაარჩინეს მთელი მსოფლიო რომელსაც წალეკვას უქად და ეს რაღაცა ბოროტება და ამას რო გაუსვას მოთაშორის ხაზი და რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია საქართველოს მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა როდესაც თქვა და ზუსტად მიანიშნა ევროკავშირის საელჩოსადმი იყო ეს განცხადება რომ ისინი ჩვენ გვილოცავენ რაღაცა ევროპის დღეს კი ბატონო მოგვილოცონ მაგრამ მათ ხმა არ გამოუღიათ რა ქვია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით და არ მიულოციათ ქართული ხალხისთვის და ზუსტად ეს კონტექსტი იყო რომ ეს თითქოს ისტორიის გადაწერის მსვლელობა თითქოს ჩვენს წინაპრებს ეგ არ უკეთებია და აი ხა ევროპას მოსთხოვო ჩვენთვის გამარჯვების იგივე ხომ არ არის ეგ რომ აი თურქებს თხოვოთ დიდგორობა მოგვილოცოთ არა უყურეთ ჩვენ ევროპას მოთხოვოთ უყურეთ თუ ისინი საკუთარ თავს ფაშისტებად თვლიან მაშინ არ უნდა მოგვილოცოთ კი ბატონო მაგრამ
როგორ არა კაცო, ისინი თვლიან დიდი ოსმალთა იმპერიის რაღაცა ნაწილი არიან, მაგრამ ესენი ხო, ანუ ამ შემთხვევაში პროგრესულ ძალად მიაჩნია თავის მობენ ფაშიმს, ებზვიან ფაშიმს, ოფიციალურ დონეზე, საკანონმდებლობის დონეზე დაუშვებელია ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის ფაშიზმის დასაშვები და თუ ამას ესე გმობდა ბოროტებად იძახი ეუბნები იმ ხალხს, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გასწია, მათ შორის ქართველებმა პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაუწიეთ, ხო? მეორე არმიამ ხო არა, მე ვსაუბრობ ვინ წავიდა ომში, რა თქმა უნდა. არა, ომში ვინც მონაწილეობდა, მაგრამ ვინც წავიდა საბრძოლველად, იქიდან ყველაზე დიდი მსხვერპლი მობილიზებულებიდან ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქართველებს შორის და მაგას ვამბობ, რომ აი ეს შენთვის მათ შორის საკუთარი თავისთავად გასაგებია, მაგრამ შენთვისაც იქ თბილისიდან რო ადგა და ბერლინამდე რო ჩავიდა იმ ადამიანს და იმ ერს, რომელმაც გაგათავისუფლა აი ამ მონობისგან და ჩაგვისგან რის ქვეშაც იყავი იქ რამდენიმე წელი, ხო? ამას რო მიულოცო და მათთან ერთად იზეიმო, ხო, ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს და არაფერს ედმეს არავისგან არ ვიქო. გაუჩნდა ეს კომპლექსები. აი მე ცოტნეს დავეხმარებდი ახლა ასე ვთქვათ. რა ჩვენ თქვი, რომ რატო როგორ წარმოგიდგენია ახლა ადგეს და მოგილოცოსო. აი ნახე ჩაწერე, ვიდრე მერკელი იყო 18 წელი იყო, თუ არ ვცდები მერკელი კანცლერი, ხო, თუ 16, არ მახსოვს. ნახე კადრები და ჩაწერე. მერკელი ყოველთვის 9 მაისს ჯერ ესეთი არის კადრები, რომ იღებდნენ მონაწილეობას იქ და მერე კიდე ყოველთვის გერმანიის კანცლერი ან და ვიც იყო ხელისუფლება ბოდის იხდიდა იმაზე, რაც იყო ფაშიზმი და რაც მოუტანა ფაშიზმმა. ამიტომ ასე არ არის. შეიძლება არ მოგილოცოს, მაგრამ ის რომ ესენი ყოველთვის და ნიურნბერგის პროცესი რა იყო? გერმანელ ხალხმა გამოუტანა განაჩენი ამით საკუთარ თავს და ფაქტიურად აღიარა ის რომ ფაშიზმი იყო დანაშაული და გასამართლენ ისინი. ასე რომ მასი არ არის. ჩვენ აქ იმას კი არ ვითხოვთ. არ ჩასულიყო ერთი ჟუკოვი როგორ გამოუტანდა თავს მაგასაც ვნახავთ. არა, იცი რაცია საქმე? და აქ საუბარი არის იმაზე რომ არავის არ უნდა მათი მოლოცვა, მაგრამ ის რომ ისინი ამით უხერხულად უნდა იყვნენ და ყოველთვის იყვნენ და სოფლიო ბოდიში მოსახდელი იყო ყოველ წელს, ეს არის და ამის ვიდეო დამადასტურებელი ფაქტებიც არის. ასე რომ თლათ მასი არ არის. უბრალოდ ეხლა ბოლო წელია ხო ხდებით როგორი ლიბერალური პროპაგანდა იყო. ეგ კი არა ქართველს არ ახსოვს 300 არაგველების ბიუსტი არ იცის სად არის. 9 ძმა ხერხეულიცის ისტორია არ იცის. სკოლაში რა ისწავლება და როგორ ისწავლება და ამ დროს ევროპული დღეები იციან. ევროპის ისტორია იციან. არ მინდა კიდე მეც ახლა თქვა რაღაცა ჩემ კოლეგაზე, რომელიც სრულიად არ ვიცი მე ან სად წაიკითხა, ან ვინ უთხრა ის, რასაც ის ამბობს, ხო? საუბარი აქ არის რაზე რომ ჩვენ ვისაც გვეამაყება ჩვენი ისტორია, ვისაც გვეამაყება და ვინც ითხოვს რომ საქართველოს ისტორიაში უნდა იყოს ჩაწერილი ის რაც მოხდა და არანაირი ისტორიის გადაწერა არ უნდა იყოს. ამას მარტო პუტინი კი არ უნდა ამბობდეს და ამბობს. ან და თქვა ბელორუსიის პრეზიდენტი, ან და სხვა. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს. არანაკლები გვეკუთვნის ჩვენ, ეგ არის გამაღიზიანებელი. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს. ესია, იმიტომ რომ ტვინში უნდა გედოს სულ ყოველთვის შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, შენი გმირები სულ უნდა გედოს და ხა ჩვენ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. ჩვენ ანუ ვიღაცები გვაბულინგებენ, გვამონათებენ, მათ გაუნათლებელი ჩვენი თანამოქალაქეები და მათ შორის ჩემი კოლეგები. გვამონათებენ რომ ესე იგი უნდა დავიჯერო რომ სირაკლემა ვარ და ისინი იყვნენ ყველაფერი და ნუ არ ხდება ეგეთი რაღაცები და ჩვენც ამიტომ გვინდა აგერ გერმანიიდან თქვათ მან თბილისში ან თბილისის სტუდიიდან ან მე შენ წახვალ სადღაც ან რაღაცა გვექნება ხო ჩვენ გვინდა რომ რაციონალური მსჯელობა იყოს მე არ ვითხოვ რომ ბოდიში მომიხადოს რა თქმა უნდა ყოველ დღე და ყოველ 9 მაისს მაგრამ მე პირადად მაგრამ ის რომ აღიარება ისტორია ხო ისტორიის ფაქტია ისტორიის გადაწერა არ უნდა მოხდეს ამაზეა საუბარი. გეთანხმები სრულიად და აი სხვა შორის რაც წლები გადის და წლები მემატება, უფრო და უფრო აგრესიული ხდები ამ თემასთან მიმართებაში, ოღონდ გულწრფელად ადრე იმდენად არ მოქმედებდა, მაგრამ თან რო აი ვიცი რომ ეხა მართლა რა კატეგორიის ხალხი საუბრობს, მე არავის კომპეტენციაში არ ვერევი და ეხა დარწმუნებული ვარ თავის პროფესიაში, იგივე მსახიობები იქნებიან თუ წამყვანები თუ ვინც არიან, ძალიან პროფესიონალები არიან, მაგრამ აი აშკარად რო ეტყობა ადამიანს რომ მართლა 15 წუთით ადრე წაიკითხა და გაიგო რაღაცა მოვლენის შესახებ, ვერც საუბრობს და აი ამის იქით რაც სცენარში უწერია, რამე კითხვა რო დაუსვა ამ საკითხზე და აღებს პირს, ხო, ანუ ვერაფერს ვერ გეტყვის და ეხა ეგ მოძღვრავს მე ახალგაზრდებს.
და ამტკიცებს ვინ მოიგო მსოფლიო ომი. ეგენი აი ბატონო იმ ანეკდოტის არ იყოს ბოლოს თქვენ გამოგვიყვანენ ფაშისტებს. საბოლოოდ ეგრე დამთავრდება ეგ ისტორია. თენგო და ცოტნე დიდი ბოდიში. ეხლა მოდი ერთი შედარება გავაკეთოთ რა. ეგეც ხომ მსახიობია, თქვა, კაი, ჩემი კოლეგაა. რუსულ არხებზე მსახიობებმა და მათ შორის კომედი კლუბის მსახიობებმა მიუძღვნეს მთელი არ ვიცი გადაცემა გმირებს, ვინც იქ დაიღუპნენ და იცით რამდენი ქართველი იყო? რამდენი ქართველი ახსენეს რუსეთის სცენებზე, ტელევიზიებში. ამის ვიდეოები არსებობს. ეხლა რა გამოდის? ისინი ამბობენ რომ ქართველები იყვნენ, ქართველები იწოდ. მე არ მინდა შევცდებ, მე მგონი ცოტნე უფრო იცის. 170 მახსოვს მე 170 გმირია, რომელმაც 116 გმირი, თუ სწორად 136 გმირი. შეიძლება მეტია, მაგრამ 170 გმირია, რომელმაც იმ სამამულო ომში 300,000-დან გარდაცვლილიდან გმირობა 170-მა კაცმა გმირობა ჩაიდინა და ამაზე რუსულ ტელევიზიებში ლაპარაკობენ, რუსი მსახიობები ამაზე ლაპარაკობენ, მადლობას გვიხდიან, მათ შორის მათი ბაბუა არის და დიდი ბაბუა რამოდენიმე და ეს არ უნდა ითქვას და ჩვენ ტელევიზიებში, ჩვენ სახელმძღვანელოებში ამაზე არ ვსაუბრობთ. ამაზე არათუ არ ვსაუბრობთ, აი ეს არის ზუსტად ალბათ აი მონობა და კომპლექსი ყველაფრის, რომ აი წარმოდგენა აქვს თითქოს აქ თუ ამას მამაღლა ვინმე ამბობს და ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენ ვართ ის ხალხი მათ შორის, ვინც ამ ყველაფერში წვლილი შეიტანა და ამას რაღაც ვინმეზე დასაყვედრებლად ან რაღაც ნოსტალგიების გასაღვიძებლად კი არა, როგორც ისტორიულ ფაქტს აღნიშნავდა, იტყვი ხმამაღლა ამ ყველაფერს, აი რაღაცა ერიდებათ ევროპის და ხვენია. ვიღაც დასაყვედრებლად კი არა, იმიტომ რომ გახსოვდეს ის წარსული რაც აკეთ, როგორც დიდგორის ომი უნდა გახსოვდეს, ხო, ეს უნდა გახსოვდეს იმისთვის, რომ მეორედ მსგავსი რაღაც არ მოხდეს იგივე შენთან არ დაიბადოს ის ფაშიზმი, ეს ხო, რაღაცა გერმანელი ხალხი ცუდი რო არის, იმიტომ ხო არ დაბადებულა გერმანიაში და იქ იმიტომ ხო არ გაჩნდა. იქ შეიქმნა ეს ობიექტური პირობები და გაჩნდა, ისევე შეიძლება გაჩნდეს საქართველოშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ეს იმისთვის უნდა გახსოვდეს, რომ ეს არ დაუშვა და აი ყველაფერს აი ბოდიზე და ჩვენ იმიტომ კი არ აღვნიშნეთ გერმანელ ხალხზე გამარჯვების დღეს არ აღნიშნავს არა. აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და მაგაზე სტალინმა თქვა ძალიან კარგად, ვისაც რაღაცა ესე გონია, თქვა რომ ჰიტლერი და დიქტატორები მიდიან, მაგრამ გერმანელი ერი დარჩება და გერმანელი ერი დარჩება და იმ რაღაცა უკეთესი მომავლის შექმნაში, რომელიც კაცობრიობას ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ სიგიჟეების გადალახვის შემდეგ წინა აქვს, თავის როლს ითამაშებს, დიდ როლს ითამაშებს, ისევე როგორც ქართველი, რუსი, უკრაინელი და სხვა ერები და აი ეს არის ზუსტად ეს იდეოლოგია ის რაც ფაშისტს უნდა დაუპირისპირო და არა ის რომ რაღაცა აი რუსოფობიული ან ანტიგერმანული ან ანტიუკრაინული პოზიციები როგორადაც ეს ვითომ დემოკრატები დაკაცუკები როგორც დღეს დაუძახეთ ჩინგაჩუნგები ჩინგაჩუნგებს რუაყენებს შეურაცხყოფებს კაცო ის პრინციპულად თავიანთი ჯინგლბელსები ეგრევე ძახა თენგო ერთი რამ მინდა თქვა ვიცი ჩვენი გადაცემა ამოიწურა მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა YouTube-ზე ძალიან კარგი ნახვა გვაქვს და ასე Facebook-ზე მაგრამ გერმანიის ნიშნულოვანი მართლა რაც არის სიახლე გერმანელებისთვის მოდი ამაზე ვისაუბროთ ვიდრე ის ძალიან მოკლედ ინფორმაციას გეტყვით რომ ჩამოვა ჩვენ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ მიგრაციის პოლიტიკაზეა საუბარი და საერთოდ მიგრაციაზე მანდაც ეხა რამოდენიმე რაღაცები მოხდა მან და არ მინდა რაღაც გაზვიადებული იყოს მაგრამ გერმანია სხვა შორის 9 მაისს აი ეგ ევროპელები რომ ჩვენი მაქაური ევროპელები რო აღნიშნავენ ამათ დღეს და აქ რო ეგ დღე არ არის რა მოხდა 9 მაისს მნიშვნელოვანი გითხრა გერმანელი მოქალაქისთვის და საერთოდ გერმანიის იმაში იცით რომ ახალი მინისტრი ყავს შენგასაბთა მინისტრი ყავს ვესტფალენს სხვა შორის ეს არის ალექსანდრ დობრიდი რაღაცა გონია რომ რაღაც პოზიტიური გვარი რაღაცა რუსულთან კავშირთან არ მინდა მოიყვანო მაგრამ ერთი რამინა თქვა ახალმა მინისტრმა დაიწყო ანუ მოკლედ გამკაცრდა კანონი მიგრანტებთან დაკავშირებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რატომ რომ გერმანიას ეს პრობლემა აქვს და ახალმა მთავრობამ მოგწონს არ მოგწონს დაიწყო ამაზე მუშაობა მან გამკაცრდა კანონი მიგრანტებთან დაკავშირებით და მინდა იცოდეთ თენგო რომ ვესტფალენის სასაზღვრო მიწაზე ანუ და საერთოდ გერმანიის სასაზღვრო მიწაზე ფედერალური პოლიცია დგას რა ესენი მუშაობენ 11000 კონტინგენტი რომელიც იყო დაემატა 3000 კონტინგენტი რომელიც უშუალოდ გაამკაცრებენ საზღვრებზე შემოსვლის პოლიტიკას და აქვე ითქვა რომ ძალიან ბევრი ფერმერების და ბავშვების გარდა უკან გაბრუნდებიან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა რომ გერმანიას ეს პრობლემა აქვს ალბათ კიდე ყველაზე უფრო მეტად ევროპაში
მაპატიეთ ძაღლის გამო, ამიტომ აქვე ერთი კვირაა რაც სასამართლო პროცესი მორჩა, სადაც მიგრანტის მიერ 19 წლის ბავშვ ბიჭმა, ახალგაზრდა ბიჭმა მოკლა 17 წლის გერმანელი მიგრანტი, მისი სასამართლო ჩატარდა 2 დღის უკან და გადაწყვეტილება გამოუტანეს 9 წლით თავისუფლების აკვეთა. აქ იურიდიულ სამართალში აქ ცოტა იუველური თუ რაღაცა პრინციპი არის, მაინც ჩაითვალა რომ უმკაცრეს სასჯელმა არ იმოქმედა და გერმანიის მოსახლეობამ ეს გააპროტესტა. რატომ 9 წელი? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მართლა თუ რამეს გადავიღოთ ისეთი რამე, რაც ხვალ და ზედ ძალიან გამოგვადგება და თუ არ გავაკეთებ და არ მივყვებით ისე, როგორც საჭიროა. მაშინ მივიღებთ უარეს შედეგს. როგორც საჭიროა, ეგ არის ზუსტად ის სიტყვა, რაც უნდა გეთქვა, იმიტომ რომ სხვათა შორის აი ეს მიგრანტებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ჩვენთანაც ხო არის ამ თემებზე საუბარი და სრულიად სამართლიანად და ბევრი რაღაც უკვე პრობლემა და წარმოჩინდება, მე უბრალოდ თვალში მხვდება ხოლმე და ნუ ეხა დღეს გადაცემაში აღარ გვაქვს ამისთვის დრო და სწორია მერაბი რომ უკვე შემდგომი ეთერებისთვის დავგეგმავთ. საჭირო არის კვალიფიციური არგუმენტები ამ შემთხვევაში და აი რა თვალში რომ მოხვდება რომ ბინადრობის მოწმობას გამოდებენ და ნახე მოქალაქეობა მიანიჭეს ვიღაცას და ატყდება ამბავი ეს არის ეს უფრო აფუჭებს ამ საქმეს ვიდრე აკეთებს და არის ეხა ვიღაცის თავის იაფასიან პიარზე გათვლილი და ესეთი არგუმენტებით ამ პრობლემასთან დაპირისპირება არ შეიძლება, ეს არის ჩემი პოზიცია. და მომავალში გვექნება ამ თემებზე იმედი მაქვს უფრო მეტად კვალიფიციური საუბარი. მე მინდა მადლობა გადავხადოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი ეთერის საეთერო დრო დღეს ამოიწურა. იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მადლობა ცოტნეს სტუმრობისთვის, მადლობა მერაბს ჩართვისთვის. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ანდრია პიროწოდებული სცენების დღეს. დიდი მადლობა და ჩვენ შევეცდები რომ რაღაცნაირად ობიექტურადაც და რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ ქვეყნის მოსახლეობაზე თუ რამე გადასაღები იქნება და გასათვალისწინებელი იქნება მართალი ხარ თენგო ჩვენ სწორედ ეს უნდა გავიაროთ და ამის გამოცდილება გვჭირდება ძალიან იმიტომ რომ არავინ არ იცის რა როგორ მოხდება და საქართველოს სად აღმოჩნდება და როგორ რის ეპიცენტრში ამიტომ ჩვენ ყურადღებით კანონი და რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობის ჩვენი დამოკიდებულება რაციონალური შეფასება და ზუსტად უნდა პრაგმატულად უნდა ხედავდეთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ მშვიდობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დიდი მადლობა. ნახვამდის ძვირფასო მაყურებელო, თქვენ კი მოგიწოდებთ რომ მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ მაქსიმალურად, ამით ძალიან დაგვეხმარებით და რაც უფრო დაგვეხმარებით, მით უფრო საინტერესო და უფრო მრავალფეროვან საშუალება გვექნება რომ მრავალფეროვანი ფორმატები შემოგთავაზოთ, ასე რომ მოიწონეთ, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები და ერთად ასე ვთქვათ, განვითარდეთ და მოვიცვათ რაც შეიძლება უფრო დიდი აუდიტორია. მადლობა ცოტნე, გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს 4 შაბათს ნახვამდის.